რატომ არ ატყობინებენ საქართველოში მოქალაქეები დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს ამ თემაზე გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები იუსტიციის სამინისტროში გამოვლინეს. 600 ნაშრომიდან 11 საუკეთესო ესეს ავტორებმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში ეფექტური პრეზენტაციის ტრენინგი გაიარეს. სემინარის დასრულების შემდეგ კი თხზულება დაწერეს. დღეს კი ავტორებმა ესეების პრეზენტაცია მოაწყვეს. პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული ყველა მონაწილე კი სიგელები დააჯილდოვეს. თხზულებების კონკურსი იუსტიციის სამინისტრომ მთავარ პროკურატურასთან ერთად ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში 26 მარტს გამოაცხადა. დავწერე თემა, რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს, შემდეგში რატომ არ ატყობინებენ საქართველოში მოქალაქეები დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებს. ნამდვილად არ მოველოდი გამარჯვებას, რა თქმა უნდა მიხარია, საჩუქრები ძალიან მახარებს. ყველას დიდი მადლობა და მჯერა რომ ეს საწინდარი იქნება ჩემი შემდეგი წარმატებებისა. ახალგაზრდების თხზულებებმა საკუთარი თვალით, მათი თვალით დაგვანახა, ანუ ისეთი პრობლემატური და აქტუალური საკითხები, როგორც არის დანაშაულის პრევენცია, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა. საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ავტორების ახალგაზრდული ასაკისა, მათ სწორად და ზუსტად აქვთ გააზრებული ეს საკითხი და აცნობიერებენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მათი მომავალი თაობისა მთელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.